Koalitsия ძლიერმა საქართველომ და გიორგი გახარიას გუნდმა რამდენიმე საათის წინ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს არის შეთანხმება იმის შესახებ, რომ ორი პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე იმოქმედებს შეთანხმებულად, მათ ეყოლებათ საერთო არაპარტიული ნეიტრალური კანდიდატები, როგორც მერად, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებად. ეს თანამშრომლობა ბუნებრივია არ მოიაზრებს იმას, რომ ორი პარტია ერთმანეთთან კოალიციაში შევიდა, უბრალოდ როგორც ამბობენ, იმისთვის რომ ქართულ ოცნებასთან ისედაც უთანასწორო ბრძოლაში ეს საარჩევნო არჩევნებში მონაწილეობა იყოს კიდევ უფრო მეტად მომგებიანი ოპოზიციისთვის და ამ შემთხვევაში მათთვის საჭიროა რომ ერთმანეთთან ეს ოპოზიციური პარტიები არათუ დაპირისპირებაში იყვნენ, არამედ კოორდინირებულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ყავდეთ არაპარტიული ნეიტრალური კანდიდატები მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებად. როგორც ძლიერ საქართველოში და გახარიას გუნდში ამბობენ, ამ საკითხის შესახებ უკვე დაწყებულია პოლიტიკური კონსულტაციებიც და სამომავლოდ სავარაუდოდ უკვე რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი მათი კანდიდატების ვინაობის შესახებაც, ვინ იქნება კოალიცია ძლიერი საქართველოს და გახარიას გუნდის სახელით შესული ამ არჩევნებში. ასევე ამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პოლიტიკურ პარტიებში თქვეს, რომ მათ იციან კარგად, რომ ეს ბრძოლა მათთვის იქნება უთანასწორო, თუმცა მეორეც მხრივ ამბობენ, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება მათ შორის იყო მათივე ამომრჩევლების დაკვეთაც. ეს თანამშრომლობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნია. ეს მემორანდუმი და დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ახლა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხელი მოვაწერეთ, ასახავს სწორედ თქვენს დაკვეთას, რომ კოორდინირებულად ყოველგვარი კონკურენციის გარეშე და კონკურენციის გამორიცხვით ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ყველა ველზე. წინააღმდეგობაში შესვლა ივანიშვილისთვის, მისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭება და დაკოჭლება მათ შორის საკრებულოების დონეზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვაცხადებთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი. საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ არ არის ეს სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე, ან და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის, ეს პირიქით პროტესტის მასშტაბური გაშლის, გეოგრაფიული არეალის გაშლის, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო კიდევ ერთი ხაზი არის. კოალიცია ძლიერ საქართველოშიც და გიორგი გახარიას გუნდშიც უკვე დიდი ხანია გაცხადებული აქვს საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, რომ ისინი იღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ასევე არსებობდა მოსაზრებებიც იმის შესახებ, რომ ამ ორ პარტიას შორის შედგებოდა შეთანხმება, თანამშრომლობა, როგორც ეს უკვე დღეს მოხდა. ამის შემდეგ ბუნებრივია კითხვები გაჩნდა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, იმ პარტიებთან, ვინც დღემდე ბოიკოტის მომხრეა და ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის შეცდომა. დილიდან პოლიტიკურ პარტიებში, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ გიორგი გახარიას გუნდის და ძლიერი საქართველოს ეს გადაწყვეტილება ასევე არის შეცდომა და ისინი საუბრობენ იმ შესახებ, რომ ბოიკოტი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად ეფექტური და მათ აქვს საკუთარი გეგმა და ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები ქართული ოცნების შესასუსტებლად. პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს შედგა გიორგი გახარიას და ლელოს შორის, სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეფასებით ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ბოიკოტი შეიძლება გამოუცხადო არჩევნებს, მაგრამ ამ ქვეყანაში, როდესაც არჩევნები არ არსებობს და ბიძინა ივანიშვილი გეგმავს რუსულ სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი. ჩვენ უნდა შევქმნათ ეროვნული კამპანია იმისთვის, რომ არც ერთმა ქართველმა პატრიოტმა მონაწილეობა არ მიიღოს რუსულ სპეცოპერაციაში. ეგრეთ წოდებული მემორანდუმი არის ბრძოლის იმიტაცია, ადამიანები, რომლებიც ვერ ხდებოდნენ ვერაფერზე, ბოლო თვეების განმავლობაში შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ოცნებას
შეუქმნან ასე ვთქვათ ცრუ პროცესი და ხელი შეუწყონ ლეგიტიმაციის მიღებაში. არანაირი საარჩევნო პროცესი არ ვაღიარებს საქართველოში, ვინაიდან ქართული ოცნების მიერ ჩატარებული იმ საარჩევნო ადმინისტრაციის, რომელიც არის კრიმინალებით დაკომპლექტებული, ვერანაირ ნდობას ვერც პოლიტიკურ პარტიებში და ვერც საზოგადოებაში ვერ მოიპოვება. კოალიცია ძლიერ საქართველოშიც და გიორგი გახარიას გუნდშიც ამბობენ, რომ წინ მათ ელოდება საკმაოდ რთული საარჩევნო კამპანია. ისინი ამისთვისაც არიან მზად, აქვთ ასევე მოლოდინი, რომ ქართული ოცნებამ შეეცდება, რომ მათ დაბრკოლებები შეუქმნას, როგორც ეს მაგალითად, როგორც თავადვე ამბობენ, ნახეთ საპარლამენტო არჩევნების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები გადიოდნენ რეგიონებში და აწარმოებდნენ კამპანიას, თუმცა გიორგი გახარიას გუნდშიც და ძლიერ საქართველოშიც ამბობენ, რომ საჭიროა ქართული ოცნების პროპაგანდას დაუპირისპირონ მართალი სიტყვა და შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში ჩაატარონ ეს კამპანია და მეტ ადამიანს უთხრან, რატომ არის მეტ ადამიანს უთხრან და დაარწმუნონ იმაში, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებთან და არჩევანი გააკეთონ ოპოზიციის სასარგებლოდ და ასევე გეგმავენ იმასაც, რომ მათ დაუსაბუთონ თუ რატომ არის საჭირო ახლა ქართული ოცნების შესუსტება.